დღესდღეობით ხალი და კაცი თანაბარები არიან. ამიტომ თანაბრად უნდა განაწილდეს ყველაფერი ოჯახში. ყველაფერი. სამუშაოს, ბავშვების აღზრდა და ყველაფერი. წინდის ნამუსი, პატიოსნება, თავმდაბლობა, ნდობა, ზრდილობა და ქართველი ქალი უნდა იყოს ტრადიციულად ჩაცმული, ჩაცმის კულტურა არ აქვს ქართველ გოგოებს. ჯდომის კულტურა არ აქვს, ფეხი ფეხზე რომ გადაზდებენ და ადამიანს ვერ გაატარებენ ვაგონში, ეს არის არიციან ჯდომის კულტურა. მეტერაბა რა მოვალეობა აქვს? შვილები თუ ხავს, შვილებს მოუვაროს, მარითოს მას მოუვაროს. კატეგორია მას ცოტა ხალი აი საქმე აქვს და ოჯახში რა ყველაფერი. მუშაობაა დიდი. სადღაც გაკეთება ბავშვის მოვლა ყველაფერი და ეს უფრო ხალხზე მიდის მამაკაცი მე ესე გონია რა. თუ არა ვასწავლე. ოჯახი რა თქმა უნდა და შვილები. ხალი უნდა იყოს მეოჯახე. რა თქმა უნდა თვითრეალიზებული როგორც ოჯახში, ისე სამსახურში, უნდა კონდეს თავისი საქმე და უნდა სიყვარულიც ავსე იყოს. ეს არის ხალის პირველი მოვალეობა. ოჯახშიც უნდა იყოს და სამსახურში გააჩნდა პიროვნებას თვითონ დაურჩევინა. ხალხმა უნდა გაზარდოს კარგი შვილები. ძალიან და იმის მოვალეობა ის უბრალოდ ეს არის. კარგი დღევანდელობაში კარგი შვილების აღზრდა. ქალობა რაც არის ადამიანობა. არ აქვს შვილობა, ქალი ხდება, კაცი ადამიანობა, ბევრი ბოლოები. ნუ გააკეთე. ოჯახს უნდა მიხედოს და აქტიური ცხოვრების უნდა ცხოვრობდეს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. როგორ მაინც რომ ქალი თანამედროვე პირობებში სამსახურით უნდა გქონდეს შესაბამისი განათლება, ოჯახი, შვილები, მომავალი უნდა გქონდეს, კაი მე მგონი. ალბათ შვილების აღზრდა მომავალი თაობს. სხვა? ალბათ პირველი ეგ არის და დანარჩენი ყველაფერი შეუძლია, რაც მოესწრება არის. რა ვიცი, რაც უნდა ის უნდა გააკეთოს. რაც უნდა თუ სამზარეულოში უნდა სამზარეულოში უნდა იყოს, თუ გარეთ უნდა გარეთ უნდა იყოს, თუ კამერით უნდა რომ იდგეს, კამერით უნდა იდგეს. რაც უნდა ის უნდა გააკეთოს. ხალი უნდა იყოს სახლშიც, სამსახურშიც, ავტომანქანაშიც და რავი, ყველგან ჩემი აზრით ახლა მოვალეობა ის რომ იყოს მხოლოდ სამზარეულოში, ან მოვალეობა იყოს მხოლოდ სამსახურში, ასე ცალ-ცალკე ჩემი აზრით დაყოფა არასწორია. შვილების აღზრდა. ქალისთვის მთავარი ალბათ თავისი ოჯახი და შვილები. ის თავისუფალი ადამიანია და არ უნდა იყოს დატვირთული ისე მაგალითად რომ ბევრი როგორც აზროვნებს მარტო მხოლოდ კუხნაში და რაღაც ეგეთები არ უნდა იყოს რა. აი რა თქმა უნდა ევალებოდეს შვილის აღზრდაც და მარტო არ უნდა იყოს მარტო ის და ის მასაც უნდა სიტყვაზე თუ მამაკაც უნდა გასეინება და რამე მასიც უნდა სიტყვაზე, მაგრამ ისე არ უნდა იყოს რა სიტყვაზე რომ სულ სახში და სულ მიჯაჭვილი და ძალიან ისეთი მამაპაპური და ისეთი არ უნდა იყოს ჩემი